Ჩემნები 2020 დებატები პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია არიონი საშუალებას მოგცემთ ამ კვირის მანძილზე წარმოგიდგინოთ მაჟორიტარობის კანდიდატები, მერობის კანდიდატები უკვე ამოვწურეთ და რაც შეეხება ჩვენ სტუმრებს, ქალბატონი თეა ერგემლიძე, ზვიად ძიძიგური, საქართველოს კონსერვატორიული პარტია 47 ნომრით და ერმილე ნემსაძე, ქართული მარში, ეროვნული მოძრაობა ნომერი 55. გამარჯობა, წარმატებას გისურვებთ თავიდანვე და მე ვიმედოვნებ რომ დღეს მაყურებლებს თქვენ მიაწვდით ყველანაირი ინფორმაციას, რადგან ყოველდღიურად შეხვედრებზედაც დადიხართ და ესაუბრებით მათ. ტელევიზია არის საშუალება რომ ფაქტიურად უფრო მეც ესაუბროთ. ბატონო ერმილე, იგივე კითხვით თქვენთან წინასაარჩევნოთ, როგორ შეაფასებთ, რა ხდება, როგორ იმუშავეთ? შეძელით ყველაფერი პანდემიათან, ბევრი რამ სირთულესთან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში მივესალმები შემშობლიურ ქალაქს, მივესალმები ტელეკომპანია არიონის მაყურებელს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მომიწვიეთ და მომიცეთ საშუალება, რომ ჩემი აზრი გამომეთქვა, ჩემი პოზიცია, ჩვენ საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად კონსერვატიული ძალები და განსაკუთრებით ჩვენ ეროვნული ძალა ქართული მარში ვიმყოფებით აბსოლუტური უმრავლესობა ტელევიზიებიდან, ნეოლიბერალური ტელევიზიების მხრიდან აბსოლუტურ საინფორმაციო ბლოკადაში. არა მარტო ბლოკადაში ვიმყოფებით, ასევე არ ვიცი, რასაც ისინი ჩვენზე ავრცელებენ, კარგს ვერაფერს ვერ გაიგონებ, თავიდან ბოლომდე არიან ჩვენი. მარტო ჩვენი მტრები რო იყვნენ, საქართველოს მტრები არიან და იდეის მტრები არიან თავიდან ბოლომდე. ამიტომ დიდი მადლობა. ეს არის მიზეზი, რომ თქვენ როგორც თქვენ აღნიშნავთ, არც ისე ხშირად გიწევენ და არ არის თქვენთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სოროსის ფონდის კვლევა ჩვენ როდესაც ჩავატარეთ, გამოვიკვლიეთ ფონდღია საზოგადოებას მიერ დაფინანსებული ტელევიზიები და საერთოდ საინფორმაციო ველი საქართველოში. 99.9% 65 ტელეკომპანია და საინფორმაციო მაუწყებლობა, რადიო იყო თუ ინტერნეტ გავრცელება იყო, ისეთი საიტიც კი ჩემი ხარაგაული ჯია, ალბათ შეიძლება ფილმის გაუგია. ისიც კი ოფიციალურად გრანტებს იღებს სოროსის ფონდიდან, ფონდი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მათი მიზანი არის საქართველოში ეროვნული ცნობიერების მოშლა, განადგურება, ნარკომანიის წახალისება, თავიდან ბოლომდე რაღაცა ანტიეროვნული ღირებულებების დამკვიდრება, ისეთი კანონების მიღება, მაგალითად როგორც მიიღეს ახლა ბავშვთა უფლებების შესახებ, ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონი, აი მე მინდა გაჩვენოთ თქვენ, მე მოვედი ახლა, მე მინდა ჩემი მშობლიური ქალაქის მშობლიური ტელევიზიიდან ვაჩვენო, ეს რა არის? ეს არის ჯერფერები ალბათ ყველას ეცნობა, ვის აგონებს, რას აგონებს. ეს არის სოროსულ ლიბერასტული ძალების მიერ დაწერილი შედგენილი ინსტრუქცია თუ როგორ უნდა იმუშაოს პარლამენტარმა, ეს არის ჩემი მოგონილი, აი აქ პირდაპირ. შეუძლიათ აჩვენო, პარლამენტარის სახელმძღვანელოა. აი ეს არის პარლამენტარის სახელმძღვანელო, არის გაწერილი. დამიდოთ თან გადავარდეთ. რა თქმა უნდა. აი გაწერილი არის იწყება ეგრეთ წოდებული თანასწორობით, გენდერული მცნების იდენტობით, რაც ბოდუებით, ავადმყოფობით, შემდეგ აი ეს LGBT, რა ვიცი, ჰალსტუხით, როდესაც იკრიბებიან, ვალდებული არის პარლამენტარი ქიაროს და ამ ფეჯებით. საქართველოს იმართება აი ამ გაუკუღმართებული ეს კონკრეტულად საქართველოსთვის არის ეს არის საქართველოს პარლამენტარის სახელმძღვანელო, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ ვარ დაპრობილი ქვეყანა. აი რა წერია მაინტერესებს. მდგრადი განვითარების მიზნები, ლამაზად არის შეფუთული ყველა. პარლამენტები და მდგრადი განვითარების. ეს შეიძლება ეს დაგიტოვოთ, შეგიძლიათ ნახოთ, აი აქ პირებიც არიან და აი ამ კანონ პროექტებით ამის ბრალი იყო სიმართლე გითხრათ, როდესაც 2012 წელს, როდესაც ჩვენ სისხლით ჩავაქციეთ რომ ნაციონალური ფაშისტური და ანტიეროვნული რეჟიმი გაგვენადგურებია და მოგვეყვანა ხელისუფლებაში ნორმალური ძალა, როდესაც ისინი შეიკრიბნენ, პირველი რაც მიიღეს მე უკაცრავად ქუთაისთან და მაგრამ ესა ფაქტი არის, პირველი იმაზე კი არ დაიწყეს საუბარი თუ სოფელს როგორ უჭირს, ემიგრანტებს როგორ უჭირთ და საერთოდ ქვეყანაში რა ხდება, დაიწყეს ბუსუსებიანი პრეზერვატივებით, იმიტომ რომ რა ინსტრუქციაც აქვს, იმ ინსტრუქციით მოქმედებენ ესენი არიან ნაძირლები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო 150-ვე პარლამენტარი, რომელმაც ჩრდილოკორეული ერთსუნოვნებით პატრიარქს დაუპირისპირდა და ხმა მისცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მათი წინაპრები საფლავში გადაბრუნდნენ, არც ერთი კაცები არ არიან და არც ერთი ქალები არ არიან. მე მიმიფურთხები ამ ადამიანებისთვის. აი ეს არის რეალობა, ეს არის დაპრობილი ქვეყნის ინსტრუქცია. ბატონო ერმილე, როგორ ფიქრობთ, პარლამენტარებს აი ამ სახელმძღვანელოებს თუ დაურიგებენ და თქვენ მოხდით მათ შორის
როგორი იქნება თქვენი რეაქცია, მუსლიმებს უკაცრავად, მას თავზე გადავახე, ვინც ამას რამდენად გექნება შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, გაილაშქროს იმ მასის წინააღმდეგ. ჩვენი პრობლემა რაში? უმეტესობაში და ჩვენი პრობლემა რაში არის? საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის ტრადიციული კავკასიური მენტალიტეტით მართლმადიდებლები, ვინც არა მართლმადიდებელი მუსულმანი არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის კონსერვატიული. საზოგადოება არის კონსერვატიული საზოგადოება. არის 1% ნაძირალების ხროვა. სოროსის ლიბერალისტული რაღაცა წარმონაქმნი. და ეს 1% საზოგადოების მართავს დანარჩენ 99%-ს. ვინ არის ამ დამნაშავე როგორ ფიქრობ? პირველ რიგში დამნაშავე ის არის, რომ დღეს სხვათაშორის 1990 წლის 28 ოქტომბერს პირველი არჩევნები გაიმართა. მე მინდა ვთქვა, რომ მაშინ ჩატარდა ყველაზე ნორმალური, ყველაზე სამართლიანი არჩევნები და მის მერე საქართველოს ნორმალური არჩევნები არ ჩატარებულა. თუ არ ჩავთვლით ზვიად გამსახურდია საპრეზიდენტო არჩევნებს, მის მერე არის ქვეყანა გასული საკანონმდებლო სივრციდან და პრაქტიკულად ყველა ხელისუფლება არის უკანონო და ესენი არიან შევარდნაძის და აი ამ რა ვიცი ამ ერის მტრების მიერ მართული ქვეყანა არის. კაცი რომელიც ისე მოკვდა სულაძაღლებული, რომელიც საკუთარ სამშობლოში ვერ დაიმარხა და საფლავზე ყარაული დგას ახლა იმისთვის რომ არ ამოთხოვნა. ეს იყო ედუარდ შევარდნაძე, სოფლიო პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი ერი და საკუთარი ქვეყანა გაანადგურა. აი ამის შემდეგ და ეს ეგრეთ წოდებული ვითომ და ინტელიგენცია, რომელიც საკუთარ ეროვნულ ხელისუფლებას ტყვიას ესროდა. რომლებმაც გაყიდეს საკუთარი ქვეყანა, ზოგი გაყიდეს რუსეთის სპეცსამსახურებზე, მაგალითად შევარდნაძის დავალება პირდაპირ იყო აფხაზეთი უნდა ჩაებარებია, შემდეგ მოდიოდა სააკაშვილი, რომლის დავალებაც იყო დარჩენილი, რაც იყო ის უნდა ჩაებარებია, მთელი ეს ეგრეთ წოდებული ინტელიგენციას უნდა გადაენაწილებია მთელი ერის ქონება, ქვეყნის ქონება და უნდა ყოფილიყო ბედნიერად და თავისი უჯიშო შთამომავლობით ჯერ მამები იყვნენ, ახლა შვილები მოდიან და მე რეალურად შვილიშვილები მოვლენ. აი ეს არის პრობლემა და ქართველი ერი რეალურად, ქართველი ერის სურვილები, ნება საკანონმდებლო სივრცეში არა ისახება, აისახება აი ეს. და როდესაც გიგაბუკერია, თუ ვინმეს გონია საქართველოში, რომ გიგაბუკერი არის მესამე პოლიტიკური ძალა, ვისაც ენდობა კაცს, რომელსაც თავიდან ბოლომდე ეზიზღება. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თავიდან ბოლომდე ეზიზღება ყველანაირი ტრადიცია, ორ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდა. პირადად უშუალოდ. და თუ ვინმეს გონიათ კიდე რომ აი ეს ქვეწარმავალი ქართული ოცნების უკაცრავად მესმის ცოტა ისეთ ვამბობ, მაგრამ მე ვიტყვი, რატო ვიტყვი? პუჩისტი მამის, პუჩისტი შვილი, კობახიცი, რომელმაც პირდაპირ გამოვიდა და თქვა, ოთხშორის ოცნების რუდუნებით არჩეულ, ჯერ საერთოდ სად იყო და ვინ იყო 2012 წელს კაც შვილმა არ იცის, ხო? ის სოროსის ფონდიდან გამოჭედილი კადრი და ამბობს, რომ მე ვიცით რაო, ეროვნული ცნობიერებაო, მიმაჩნიაო, საშიშათო და მე არ ვიციო რა არის ეროვნული ცნობიერებაო და რა თქმა უნდა საშიშად მიმაჩნია. ახლა მე ასეთი ადამიანები და მათ გვერდით მყოფი ადამიანები, რომლებიც ამ იდეას ემსახურებიან, მიმაჩნია ჩემი ერის, ჩემი ქვეყნის მომავლის თავარ პრობლემა. თქვენ ამ თემებზე საუბრობთ ამ მომჩეულებთან, როდესაც ხვდებით? ჩვენ მოდი რა საუბრობთ? რა მოთხოვნები აქვთ მათ? იცით რა, მე არ ვარ პოლიტიკოსი, ან ვიღაცა, რომელიც რაღაც პარალელურ საზოგადოებაში ცხოვრობს, როგორც ისინი ცხოვრობენ, საქართველოს ჩამოყალიბდა პარალელური საზოგადოება. რომლებმაც ყველაფერი უნდა დააშაონ, ქვეყანა უნდა გაყიდონ, მოღალატეობრივად უნდა იცხოვრონ, ერი გადააგვარონ და მათ პასუხი არაფერზე არ უნდა ააგონ. ახლა დღეს ხო ხედავთ, რომ პოლიტიკაში არიან კრიმინალები, მაგალითად გიგი უგულაო. კაცმა, რომელმაც პირდაპირ დამტკიცებლად 50 მილიონი მოპარა ერს, ბავშვებს, გაჭირვებულებს, ქვეყანაში სადაც 77,000 ბავშვი შიმშილობს. ქვეყნის მოსახლეობის 79% სიღატაკის ზღვარს მიღმაა. და ქვეყანამ რომელსაც ტერიტორიები დაკარგა და სხვათა შორის ერთ-ერთი თვითონაც იყო ჩართული ამ ყველაფერში. და ახლა ჩვენ ვეძახით ამას ოპონენტს. ჩვენი ქვეყნის უბედურება რა არის? 1999 წელს აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 5,400,000 ადამიანი. დღეს საქართველოში ცხოვრობს 3,700,000. ეს ოფიციალურად სინამდვილეში უფრო დაბალი არის, ეს ბერავენ ამ სიებს საარჩევნოდ. ეს რას ნიშნავს? ცეთ 31%-ით არის ერი შემცირებული უკანასკნელ 30 წელიწადში. მსგავსი დემოგრაფიული კატასტროფიდან არც ერთი ერი არ აღდგენილა. მე ამ საზოგადოებაში ვცხოვრობ. მე ვარ 22 ლარიანი ვეტერანი ჩემი ქვეყნის, რომელმაც დიახ, გუშინ სხვათა შორის ჩვენი სტუმრები საუბრობდნენ ამ თემაზე, საკმაოდ გულნათკენი. მერობის კანდიდატები. ხელისუფლების წარმომადგენლები? რა თქმა უნდა. აბა ოპოზიციის ნაციონალური მოძრაობის? არა. აბა დანარჩენს გამომარჯვოთ ხომ. აი ხა მე ვარ ჩემი ქვეყნის 22 ლარიანი ვეტერანი. უამრავი ჩემი მეგობარი
დამიწდა იმისთვის, რომ საქართველოს ერქვა. აღარა მაქვს ბიძების, მამების თაობაზე. მამაჩემი, რომელიც იყო ეროვნული მოძრაობის წევრი, აქტიური მხარდამჭერი, რომელიც დააკავეს და მისი პატიმრობას გადაყვა ბაბუაჩემის და მამიდაჩემის სიცოცხლე. და ეხლა მე ვხედავ, რომ ჩემ ქალაქში დაძრწის ოფიციალური მოღალატე. ვერ დადის, ვერც გაივლის ეს ქუთაისში, გაივლის და კარგს მიიღებს. გრიგოლ ვაშაძე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ოფიციალურად რუსული პასპორტით იკავებდა უმაღლეს თანამდებობას. როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში და დაჯდა უკვე მინისტრად, როცა ეკურთხა, მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია. და ზუსტად მის შემდეგ თურმე ობიექტები იყო, სტრატეგიული ობიექტები, ყველაფერი გადააბარა რუსეთის იმპერიას. და ბიჭები ჯერ საფლავში არ იყვნენ გაციებული, ოქტომბერში თბილისობის გადახდას პირდებოდა იმაში, მოსკოვში. და ეს ხალხი ახლა გამოდიან და მეუბნებიან, პატრიოტიზმზე მელაპარაკებიან და რუსია ოკუპანტო მიწერილი აქვს. ამათმა რომლებმაც ომის ვეტერანები ცემეს, გმირთა მოედანზე, გავსი საშინელება არ მომხდა რა ასე. და ეს უკაცრავად ეს წეული ქოცნება მე მეუბნება, რომ ეს არის კოჰაბიტაცია რა ამათი გაგებით რა არის, იცით? ჩვენ ნაცები და ქოცები ეს უნდა ჩავეხუტოთ ერთმანეთს, ერი უნდა გადავაგვაროთ, გადავაჯიშოთ, ჯერ ხო გავაქციოთ, გავანადგუროთ ფიზიკურად. ამის მერე კიდე გავარკვნათ და ჩვენ უნდა ვიყოთ კარგად და დამნაშავეზე ხელის დაფარება, იგივე დანაშაულია. ამიტომ ეს არის ორი მოღალატეობრივი ძალა. ბატონო ერმილე, სხვათა შორის მე რა კითხვების დაგისვით იმაზე პასუხს არ ვაიმე, უკაცრავად. ხო, მაგრამ ეს რაღაცასაც ვიტყვი, ხო, ეს რაღაცასაც ვიტყვი. კი, გასაგებია, შეფასებები, ანალიზი ყველაფერში ჭირდება, კი, გასაგებია, მაგრამ არჩევნები იმისთვის ტარდება, თუ რაიმე არის არასწორი იმ წლების განმავლობაში, სანამ ხელისუფლება აქვს ჩაბარებული გარკვეულ ძალებს, ეს ყველაფერი გადაფასდეს. მოხვიდეთ თქვენ, ამისთვის იბრძოლოთ, ამისთვის იმუშაოთ, ჩაატაროთ გარკვეულწილად რაღაც ანალიზიდან გამომდინარე სამუშაო პროცესები და ალბათ ამიტომაც დით ხო, ახლა ამ წუთს. თავის დროზე ციცერონმა თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ბრძოლა, ჩვენთვის არის აზრი რომ არ გქონდეს ხომ არის კრიტიკერს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ რაც შეეხება იმას, რასაც ქვია არჩევნები, თავის დროზე ციცერონმა თქვა, ესეთი რაღაცა ფურცელი არ წეთლდება. რა თქმა უნდა, ფორმალურად კი ბატონო. აბა, მოდი ერთი შევხედოთ, ვისთან აგვაქვს საქმე. მართველი პარტია, რომელიც 40 მილიონს იღებს ბიუჯეტიდან ოფიციალურად. თქვენ რას აპირებთ ეს მითხარი? არა, გასაგებია. ხო, აი როგორ უთანასწორო გარემოში ვართ, ხო? როგორ უთანასწორო გარემოში ვართ. რომ ხალხთან მივიტანოთ ჩვენი საქმე. ვერ მიგვაქვს. ტელევიზია დაბლოკილი არის. მიგვაქვს ისე როგორ Facebook ლაივებით მიგვაქვს, რომელზეც ბლოკავენ სხვათა შორის დამწარებული მთელი მაგათი ტროლების ქარხანა, მოსახლეობას თუ ხვდებით და ჩვეულებრივად ხელში ვაძლევთ იმ ჩვენ გაზეთს, რომელი გაზეთიც აგვაქვს და პლაკატს თუ გავაგროვთ და სხვათა შორის ამ პლაკატომანიაზე მინდა უთხრა რა, ამათი ბლაგვის სახეები ამოვიდა ყელში. სადაც არ უნდა გახედო, ყველგან ამათი პლაკატია. სადაც არ უნდა გახედო, ტელევიზიაში სულ ამათი რეკლამაა. სადაც არ უნდა გახედო, ყველგან პლაკატია მიკრული, რამ გაამწარათ, რამ გაახამა ეს ხალხი. ამდენი ღატაკი ხალხი, ამას დაეხმარა ეს არანორმალურობა, სკამის სიყვარული. კუჭის სიყვარული, ავადმყოფური სიყვარული და მაგათ გონიათ რომ მთელი ერი კარგად ცხოვრობს. მოდით გადავინაცვლოთ ახლა ქალბატონ თეასთან, იმისთვის რომ დრო არ დაგვერგოს. ქალბატონ თეა, როგორ ფიქრობთ, განსაკუთრებით მუშაობა იმ მოსახლეობას ხვდებოდი თუ და ვიცით ის ადამიანები, რომლებიც გადასაყენებელი და გადასადები არიან, მაგრამ თქვენ რას აპირებთ ეს მითხარი? აი ხა, აი მაგის თქმაც მინდა. აი გავიგე რომ სწორად ვთქვათ შეიძლება შეგეძლოს ადამიანს ანალიზი სწორად განსაზღვროს და დაადო ეს ფაქტები და შეაფასო, მაგრამ პირადად გირჩევ რისთვის? ვიტყვი. პირველ რიგში მინდა უთხრა, თქვენი მეკითხებით მე რატო უნდა მივჩენ თუ ქართული მარში რა. ხო. პირველ რიგში მინდა ის ვთქვა, რომ ქართული მარშის დამსახურება არის ჯერ რა გაკეთებული. ქართული მარშის დამსახურება არის აქტიური ხარდაჭერა იმისი, რომ საქართველოში ქართული მიწა აღარ იყიდება. კონსტიტუციის დონეზე ავკრძალეთ, რომელსაც ეს ნეოლიბერალური ოცნების ბრთა ლობირებდა კატასტროფულად და იყიდებოდა ქართული მიწა. ეს ჩვენი დამსახურება. ჩვენი დამსახურება არის, რომელსაც ერთსქესიანთა ქორწინება კონსტიტუციის დონეზე აიკრძალა. 250,000 ხელმოწერა პირადად მე ჩემ მეგობრებთან ერთად შევაგროვეთ და ჩავაბარეთ მაშინ რეფერენდუმზე გამოსატანად, რომელიც უარყო მაშინდელმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა. თუმცა შემდეგ იძულებულები გახდა. დღეს რო ქუთაისში სხვათა შორის ანა ნაცვლიშვილი, რომელიც კაი დიდი ეს რა ქვია პროგრესულად მოაზროვნე არსებად რომ მოაქვს, თავი გამოვარდნილი იყო და წიოდა და კიოდა თქვენ ვიგეკითხებათ კაცი კაცთან ცხოვრობს თუ ქალი ქალთან ცხოვრობს. გამოვიდეს ახლა და აუხსნას ერთ ქუთაისის მოსახლეობას. და შემეძლია გაჩვენოთ თუ გნებავთ ვიდეოც ჩემ გვერდზე და ზუსტად მაშინ როდესაც აიკრძალა ეს
2016-17 წლები იყო, როდესაც მიწის გაყიდვა ერთსქესიანთა ქორწინება არის. მოგაწვით მოგვიდეო პირს თუ გაინტერესებს, თქვენ ვინ გეკითხებათო კაცი კაცთან იცხოვრებს თუ ქალი ქალთან იცხოვრებს, რომელიც აქტიურად ლობირებდა. რა თქმა უნდა, მევახშეებთან ნახავდა საერთოდ და სოროსისტებთან, აი ამათთან, მოისთან ნახავდა. ხო, მესამე დამსახურება ჩვენი ის არის, რომ ვაიძულეთ ხელის, ეს იყო ყველაფერი იძულებით გაკეთებული ხელისუფლებასთან, რომ ეს ემიგრანტთა ნაკადები, რომლებიც ჩამოდიოდნენ აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, 1000-ობით და 10000-ობით შევაჩერეთ და ვაიძულეთ ბინადრობის უფლება გამკაცრებულიყო. ჩვენი დამსახურება არის ის, რომ აი ამათი გარყვნილების ზეიმი, რომელიც გარყვნილების ზეიმითაც ეს იდეოლოგია ვერ შედგა. საქართველოში ვერ ჩატარდა ის გადაგვარების და გათახსირების ზეიმი, საკრალური რიტუალი, რომელიც სურდათ, რომ აი წმინდა ქალაქში გაელოთ და ეტარებიათ. ჩვენ დამსახურება არის ის, რომ ჩვენ ერთი წუთით არ მოგვიდუნებია ყურადღება, როდესაც დავით გარეჯის თემაზე ვამბობდით და დადასტურდა კიდეც. დავით გარეჯი არის გაყიდული მოღალატეების მხრიდან. და დღეს კარგად აჩვენებს ყველაფერი, როდესაც საუბარი არის, რომ დავით გარეჯი დაუბრუნდეს დედასამშობლოს, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უხარია, წივიან, კივიან და ერთთან ბავშვი არიან და გამყიდველებს გულშემატკივრობდნენ, იმიტომ რომ მათი გაყიდვა ესენი მოღალატეები არიან. ერთი რუსეთს აღნიშნა ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე ნაციონალურ მოძრაობას და საქართველოს და მოღალატეთა კავშირის წევრებს. აი ესეთები აფხაზეთიც რო ბრუნდებოდეს იგივეს გააკეთებდნენ. იმიტომ ესენი ტიპიური მოღალატეები. ეს რაც გავაკეთეთ. კიდევ ძალიან ბევრი რაღაცეები. ჩვენ ვიღებთ რას აპირებთ ის გაკეთება? ახლა რასაც ვაპირებთ, პირველ რიგში ორი მიმართულება. არის მიმართულება, რომელიც ნაკლებად ითხოვს, ასე რომ ვთქვათ, ფინანსურ დანახარჯებს, მაგრამ აუცილებელია. ასეთი მიმართულება არის, მაგალითად, პირველ რიგში ქალბატონმა ბრძანა კარგად, რომ ეკლესია მონაწილეობს განათლებაში, კონკრეტულად არის. ეკლესია უნდა დაბრუნდეს სკოლაში, რომ ბავშვები გაიზარდონ ქრისტიანულად მართლმადიდებლურად და არ იყოს ხოცვა-ჟლეტვა და უბედურება, მანდატური ვერ გაზრდის ბავშვს. სკოლა არის საგანმანათლებლო კი არა, აღმზრდელი დაწესებულება, სადაც უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა და არა იმ შხამზე, არა იმ უბედურებაზე, ანტიეროვნული გეგმით, რომელიცაა ჩადებული. მეორე და მთავარი, ახლა ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებთ და უნდა შევაგროვოთ 25000 ხელმოწერა, როგორც ავკრძალეთ ის ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე. ახლა აღსადგენი არის ეროვნების გრაფა. ჩვენ გვაქვს უფლება საქართველოში ქართველს ეწეროს პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ქართველი. აი მეც ყოველთვის აღმოშფოთებს ეს ამბავი, ძალიან მაწუხებს, ვერ ვხვდები რატომ. პირიქით აფხაზები და ოსები რომ ამბობენ, აფხაზები და ოსები ამბობენ, რომ ვითომ ჩვენ ვებრძოდით მათ იდენტობას, ხო? პირიქით მათ სურთ, რომ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქე აფხაზი ეროვნებით იყოს და იდენტიფიცირებული იყოს. ეს რა თავსმოხვეული. რატო იცი? იგივე ჩვენი მეგობარი, საერთო მეგობარი, პოლიტიკური ტაქსი თქვენ იყავით სტუმრად, თემურის ცათიაშვილს აქვს ყოველთვის პროტესტი, როდესაც ამბობენ, რომ ის არის ქისტი. არა, მე ვამბობ ხოლმე ქისტი ქართველი და მოეწოდა. ყოველთვის აქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე და ამიტომ არის ქართველი. გითხრათ უკაცრავად და ეს მესიჯი, რომ ის შესახებ, რომ ჩაიწეროს ეროვნება ქართველის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში პირდაპირ ხალხის მოთხოვნაა და პირდაპირ მოთხოვნა. ამის შესახებ, რომ თუ კი თქვენ პარლამენტში მოხვდებით, ჩვენ დავალებას გაძლევთ ასეც, რომ შეხვიდეთ ინიციატივით პარლამენტში, რომ ეროვნება ქართველს გვეწეროს, იმიტომ რომ დღეს ჩინელს, არაბს, თათარს, ყველას საქართველოს მოქალაქე უწევია. და მიმართო არა აქვს მნიშვნელობა, ვისი მხარდამჭერი არის, ჩვენ ვაგროვებთ ამ ხელმოწერებს და მობრძანდნენ ჩვენთან და მივცემთ სიებს და ჩვეულებრივად შეიძლება ეს დიდი ეროვნული საქმე არის და უნდა გაკეთდეს. ამ მნიშვნელობა აქვს, ვინ ვისი მოხრია მობრძანდეს ჩვენთან ოფისში და მივცემთ ამ გრაფიკს შეიძლება და უნდა და ეს რაც შეეხება ეკონომიკური მიმართულებას, ყოველთვის ამბობენ, ჩვენ გვაქვს ისრაელის გამოცდილება, რომელიც გამოცდილებაც ითვალისწინებს პროექტი გეორგია, რომელიც ითვალისწინებს თვითყოფადი სოფლების შექმნას. იმიტომ რომ საქართველოში სოფლები დაიცალა 223 სოფელი არის დაცლილი, 255 სოფელში 10 ადამიანია დარჩენილი. სოფლები განადგურდა. თუ სოფელი განადგურდა, სოფელი ბუნებრივად ძდის პატრიოტს. ახლა მივყვეთ დანარჩენს. ამას უნდა მოიმატოს თვითყოფადი სოფლები თავისი პატარა მცირე გადამამუშავებელი ქარხნებით. უნდა მოიმატოს საბაჟოებზე 100 და 200%-ით ბაჟმა ადგილზე წარმოებული პროდუქციის, რომელიც შეუძლია ქვეყანამ საკუთარი თავი უზრუნველყოს. აუცილებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს რესურსები ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს. 3 მილიონი მოსახლეობაა საქართველოში. ამ დიდარ ქვეყანაში და ერთი უბნის მოსახლეობა ვერ შეინახა ვერც ერთმა ხელისუფლებამ. მოსკოვის, ლონდონის, ბრიუსელის ერთი უბნის მოსახლეობა ამ დიდარ ქვეყანაში, ოქროს საბადოები, ნავთობის საბადოები, რა ვიცი, რა აღარ არის, ყველაფერი გვაქვს, ხო? მილსადენები, გასადენები.
არა, ქართველი ღატაკი არის, გაჭირვა, როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენი ერი და შენი ქვეყანა ესეთი გენოციდი მოუწყო და შრომითი გენოციდი, რომელიც ხდება 15-16 წლის ბავშვები მუშაობენ 12 და 13 საათი. ასეთი არ მოხდა. ერთი არის დაფიქსირებული შრომითი გენოციდი ბელგიის მეფემ ლეოპოლდ მეორემ მოუწყო კონგოს, სადაც 10 მილიონი ადამიანი ამოხოცა, დღეს ბრიუსელის შეთანხმების დიდი პატივით უდგათ ის ძეგლი ევროპელებმა თავის თავს მიხედონ. 10 მილიონი შრომითი ექსპლუატაციით გენოციდი მოუწყო. მეორეთი საქართველოს უწყობი. 1500 ადამიანი არის ბოლო 5 წელიწადში დაღუპული შრომაზე. ქვეყანაში არ არსებობს ელემენტარული მინიმალური ხელფასის მცნება. და რაც შეეხება ემიგრანტებზე, მინდა თქვა, აუცილებლად შესაძლებელი არის ემიგრანტების ფონდი, იმიტომ რომ ემიგრანტები არჩენენ ამ ქვეყანას ხელისუფლება არ არჩენს. და უნდა იყოს არა ისეთი საგანელიძე რო უზით, თავგასიებული 28,000 ლარი რო აქვს ხელფასი ამ გაღატაკებულ ქვეყანაში. მე დედა მყავს მეცნიერ მუშაკი და 220 ლარი აქვს იმას ხელფასი. გეთანხმებით კი. ბოლოს აუცილებლად ძალიან მოკლედ რომ თქვათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ასევე ამომრჩეველი რომ მოვიდეს არჩევნებზე და თავისი ბოლო პუნქტი მინდა ვთქვა ჩვენი პარტიული პროგრამა. მოკლედ თუ რამეს და მოკლედ მეც მინდა ერთი თქვა მომიმართო პირველ რიგში ჩემ მშობლიურ ქალაქს, მე ამ ქალაქში დავიბადე, მე ამ ქალაქში გავიზარდე, არ მინდა მე არავის პრობლემების გაცნობა, მე ყველას პრობლემა კარგად ვიცი, მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ქართველი ქუთაისელი ბიჭი ვარ ჩემი ქვეყნისთვის, როდესაც იყო საჭირო ყოველთვის და ყოველთვის ასე იქნება სამშობლოს და ერზე არავის არ გაბრაზების უფლება და უნდა იყოს ბოლომდე და ვიქნები, ვარ და მაქვს სურვილი ვემსახურო ჩემ ქვეყანას. ეხლა რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ აუცილებლად უნდა ავგზავნოთ ქვეყანაში კაზინოები, რომ მილიონამდე ადამიანი დამოკიდებული არის კაზინოებზე. ასევე რაც შეეხება ყველა პარლამენტარს უნდა მოეხსნას იმუნიტეტი. აბსოლუტურად ყველა პარლამენტის პენსია, პარლამენტარის პენსია უნდა გახდეს 22 ლარი და ვეტერანის პენსია უნდა გახდეს პარლამენტარის დონის. რაც შეეხება დანარჩენ აი ესეთ ძალიან მრავალ ფუნქციურ საკითხებს, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერზე გვაქვს კომპლექსური მიდგომა, აქ შეუძლებელია უბრალოდ მე 15 წუთში და 20 წუთში ეს გითხრათ და მე რაღაცას ვეტყვი რა, ჩემ ხალხს. ჩვენ ქართულ მარს და მე პირადად არასდროს არ მიღალატებია ჩემი ქვეყნისთვის, ყოველთვის ვიდექი ეროვნულ საწყისებზე და თითოეული ქუთაისელის ოჯახის მეგობარი ვიქნები მე პირადად და უპატრონო ქალაქი, დღეს ქუთაისი არ უპატრონო ქალაქი, არც მე რიყავს, არც საკრებულოს თავმჯდომარე ყავს, ერთი ნორმალური მაჟორიტარი აყოლია ამ ქალაქს, ყოველთვის იყო მიტოვებული და მიგდებული ქალაქი, რომელიც ქვეყანაში არის ნამდვილად პირველი ქალაქი. ქალაქი, რომელიც არის და სუნთქავს ქართულად, კონსერვატიულად, ინტელექტის სამჭედრო, კულტურის სამჭედრო და ყველაფრის. შევძლებთ, ყველაფერი იქნება და საქართველოში აუცილებლად გათენდება. დიდი მადლობა თეა ერგემლიძე, ზვიად ძიძიგური, საქართველოს კონსერვატიული პარტია ნომერი 47, ერმილე ნემსაძე, ქართული მარში, ეროვნული მოძრაობა ნომერი 55. ამით დავასრულეთ დღეისათვის არჩევნები 2020-ის დებატები. ხვალ აუცილებლად შევხვდებით საღამოს 7-ზე, ასე რომ დაგველოდეთ.